მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ დაახლოებით საღამოს 9 საათზე გურიკა დადიანიძის Facebook-იდან დაიპოსტა აი ეს, რასაც ახლა თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანზე. რაზედაც ბუნებრივია ახლა ამას რომ მე არ გავატარებდი და უფრო საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა რომ უკვე ამ ბავშვით მისი დედით ვიღაცა სერიოზულად ერთობა მანიპულირებს და ცდილობს რომ გამოძიებას კვალი აურიოს. აი ეს შემიძლია დანამდვილებით თქვა. რატომ? აი ამ ვიდეოში ახლა ძალიან კარგად მოისმენთ აი ამ პოსტის გახილვას. როგორც იცით, მისმა ადვოკატმა გამოქვეყნა უკვე ესე ვთქვათ საჯარო ისა რა ქვია პოსტის დადვა ამაზე როგორც ვიცი და თან სატელეფონო საუბარიც მოვისმინე მისი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, დადგენილია მისი IP-ო, IP მისამართი, საიდანაც ახლა ეს პოსტია დადგენილიო. ეგრეთ წოდებული მოვიდა დრო, რომელიც დაიპოსტა ოსურ ენაზე და ეს არის რა თქმა უნდა გამოძიებისთვის კვალისასარევად, გეტყვით ამასაც რატო. მოკლედ მეგობრებო, ეს საქმე ყოველდღიურად უფრო ჩახლართული ხდება. მე როგორც შეგპირდით, ანუ ამ საქმეს სანამ გაგრძელდება, მე ვიდეოს რა თქმა უნდა მიუძღვნეს, უკვე რიგით მეოთხე ვიდეოა. გურიკა დადიანიძეზე და მოდი ახლა სანამ გადავალთ ამ ყველაფერზე სანამ განვიხილავთ, თქოთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწვევთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე Instagram-ი აღწერაში ამითითებული შეგიძლიათ გამოყვეთ, მანდ წერთ ხოლმე პოსტებს და მოდი ახლა შევუდგეთ ამ საქმის გარჩევას. ეხლა უყურეთ რა ხდება. პირველი ვერსია. ეს პოსტი დაიწერა თუ არა? ნუ ეგრევე აიტაცა ახლა მედიამ რა თქმა უნდა ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველაზე სენსიტიური თემა ახლა საქართველოში. რატო ვფიქრობ, რომ ეს არის მანიპულირება და ეს არის გამოძიებისთვის კვალის ბინძური არევა? შემიძლია ხმამაღლა ეგეც დავადასტურო. ეხლა ვიღაცა ვინც აკვირდებოდა ამ თემას, ესე ვთქვათ, კულისებს მიღმა, რაზედაც თქვენთან ერთად ეჭვი გვაქვს ამის, რომ ვიღაცებმა რაღაცები იციან. როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა გამოძიებას, კვალს ვერ მიაგნეს ადგილზე, ქვემო მლეთაში და შესაბამისად უკვე ჩაისახა იმის იმედი, რომ გურიკა დადიანიძე არის ცოცხალი. ეხლა ვინც ამ პროცესებს გარედან აკვირდებოდა, ალბათ უნდოდა ამ პოსტით რომ კვალი აერია და ყოფილიყო, ეხლა უყურეთ თემა რა არის, ეს ხო დაიწერა ოსურ ენაზე. რატო? რომ ვითომ გურიკა დადიანიძე ან მოტაცებულია, ან სიტყვაზე იმყოფება ამ წუთას მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმისათვის რომ აქ შეწყდეს გამოძიება, აქ საუბარი ქვემოთ. აქამდე რატო არ დაწერილა? 14 წელი წარმოიდგინეთ 2014 წლის შემდგომ გავიდა 12 წელი. 12 წლის განმავლობაში, ნუ მანამდე ერთხელ რუსულად დაიწერა ქართულათო და მერე იმათო რა ქვია ოსურ ენაზეო. წამოვიდა ეს ყველაფერი, ეს ტენდენცია წამოვიდა მას შემდგომ, როდესაც დაიწყო ქვემოვლეთაში გამოძიების პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. იქ რახან ვერ მიაგნეს, უეჭველი ეხა უყურეთ. იქ რო აღარაფერი გაგრძელებულიყო და სულ მცირე თუ რამე კიდევ არსებობს. ღმერთმა გარს ეს ბავშვი ცოცხალი იყოს ეხა, მაგრამ თუ სხვა თეორიას გავყვებით, რომ იქ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მიაგნო რაღაცა ცხელკვალს, რაღაცა გამორჩათ, ვიღაცა ცდილობს, რომ გამოძიება ხელი შეუშალოს და გურიკა დადიანიძეს Facebook-ი გატეხეს უეჭველი, იმიტომ რომ მარტივი გასატეხი იქნებოდა და 2014 წელს არანაირი two-step verification-ები და დღეს რო არის რომ ხუთმაგი თავდაცვები შეგიძლია ქონდეს და რავი ისინი ვერაფერს ვერავინ ვერ გაგიტეხავს, მაშინ ესენი არ არსებობდა. 2014 წელზეა საუბარი. და ამდენი წლის მერე ვითომ ეხა ვიღაცა ვინც მანიპულირებს ამ თემით, ვითომ გურიკა დადიანიძე პოსტავს ოსურ ენაზე, რომ ვითომ კვალი აგვერიოზა ჩვენ გადავერთოთ უკვე ოსეთზე და დავიწყოთ იქ ძებნა, რაც იქნება აბსურდი პირდაპირ გეუნები და ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება არის. მოკლედ ცდილობს ვიღაცა, რომელიც აი შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ რამის აქ დამტკიცება უნდა, რაც უნდა დაამტკიცოს არის რომ გავიდნენ ამ IP მისამართზე, ვინ აკონტროლებს მის აკაუნტს ახლა და ის ადამიანი უნდა გამოიკითხოს აი თითის ბრჩხილიდან თავის თმის ღერამდე დეტალურად უნდა გამოიკითხოს. გარდა ამისა, ეხა უყურეთ, სანამ ეს პოსტი დაიწერებოდა, მე მოვისმინე თვითონ ადვოკატის ინტერვიუს. სხვადასხვა მისი ადვოკატი ძალიან მაგარი კაცია.
ძალიან მაგარი კაცია, სიმართლე თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ანუ იმდენად კარგად ახსნა იურისპრუდენციის ენაზე, რომ მათი ჩვენებები ვინებაც მიცეს, როგორ არის შეცვლილი დროთა განმავლობაში და მე ეგეჭვი რომ მქონაი წინა ვიდეოებში თუ გეხსოვებათ მე რო ჩავწერე. აი ამ თვალის ასახვევად, რამდენ რამეს მიმართავენ. აქ არის ძალიან ბევრი უცნაური გარემოებები, რაზეც საუბრაა. რატო დუმს მამა, მამიდის ფაქტორი, იქ ვიღაცა კახა არის კიდე, რომელიც აქაც ერია დალა გაგულებულში თუ არ ვიცი და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთ გამომრიცხაობა. და ხშირ შემთხვევაში ურთიერთ დაპირისპირებულობა ზემოდან. 9-ჯერ ჩვენება შეცვლი ხა ადამიანი, აქ რო საიჭო გარემოება არის, ალბათ ხა რავი, პროფესიონალი იურისტის თვალიც არ ჭირდება ამ ყველაფერს, ხო? ხალხო, რავია, შინაგან სამხედრო სამინისტროს ჩემი პირადი მოსაზრება არის, თუ რამის გამოძიება სურს, ქვემო მლეთაში კი არ უნდა ეძებოს და ოსეთში და აფხაზეთში და იქ რა ქვია, ჩრდილოეთ კორეაში. პირდაპირ ეს ხალხი, ვინებიც მათ იყვნენ, ესენი უნდა გამოიკითხონ, აი სიცრუის დეტექტორიდან დაწყებული თუ რამე ჰუმანური, რა თქმა უნდა, საშუალება არსებობს, რომ ადამიანი მაქსიმალურად გულწრფელად ათქმევინო რაღაცეები. ანუ მე უბრალოდ აი არ მესმის ხალხო, ანუ არ მესმის, აი რატო შეიძლება შენ ამას აკეთებდე, ვინც ადამიანი ხარ და ამ დედას ესე ამწარებდე, ხო? ეხა ის გოიმი ნახდათ ეხა არ ვართ ეხა და არც არავინ არ ვართ აქ რომ ეხა ეს რო გურიკას დაწერილი არ არის ეს მგონი რავი ძალიან მარტივი გასაშიფრია იმიტომ რომ მისმა დედამ ძალიან კარგად ახსნა თუ რამის თქმა უნდა და პირადად მე მომწერდაო ხო ან ეხა ამ ხელ ამბებს რო დაინახავდა და მისის მდგომარეობას რომ ამის რავი ემოციურად რომ ამას ვერავინ ვერ გაუძლებდა ეს ხადია ხო რა თქმა უნდა თან მithumedes რა კეთილშობილი ბავშვი იყო როგორც ჩვენ ვიცით გურიკას აქ არის ვიღაცა მაიმუნი, ვინც მანიპულირებს გურიკას საქმით, უნდა რომ კვალი აურიოს, გაიყვანოს სხვაგან და იმდენ არაპროფესიონალი მე შლეგია ეხა ეს. რომ იმდენს ვერ ხვდება ეხა, რომ აი ჯერ რუსული დაწერილი პოსტით, მე ქართული და მე ოსურ ენაზე, ხო? აი როგორი აბსურდია ეხა, ხო? აი მოვიდეთ რომ აიცა მეორე რა იყო? ხო. ხო ეს 12 წლის წინ დაკარგული, 12 წლის მერე რო პოსტს ადამიანი წერს, თქვენ ახლა გიჩერათ, ხა იმის აბსურდია. და ეხა 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი წერდა პირადში ხალხო, აი სკრინს ხედავთ, ნახეთ თქვენ და აქტიური იყო 1 საათის წინო. 12 წლის წინ დაკარგულ ბავშვია საუბარი. დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია, ვინ ხარ, რა ხდება. ეგ არის ნახეთ, ზევით ხედავთ 2019 წელს არის გაგზავნილი. როგორ მინდა დაგინახო, ნეტ ეგ დღე დადგეს, იმდენი გვაქვს საჭორაო, როგორ მომენატრე ძალიან, რაც არ უნდა დრო გავიდეს, სულ ჩემ გულში ხარ, 2024 წელი. ეს არის კიდე 5 წლის მერე გაგზავნილი Facebook-ის ისა. მერე აგერ 12 ჯანვარი, დარეკილია, 27-ში გულია. ვინ ხარ? 4 შაბათს. და კიდევ დარეკილი და სცენარი გაკეთებული, ანუ ვიღაცამ ნახა. ხალხო, ხვდებით? ეს არის აი როგორი სახის ბოროტება ეხლა ვინც ამას აკეთებს იცით? თუ ესეა ეხლა შეიძლება რა ვიცი სხვა რაღაც არის, მაგრამ მე ჩემ მოსაზრებებს გიზიარებ. ეს არის ეხლა იმდენი გაუგონარი სახის ბოროტება, რასაც ადამიანი აკეთებს. რომ მანიპულირებს შენ კაცო დედით პირველ რიგში ყველაზე მეტად ვისაც ადარდებს ეხლა ჩვენ რაც არ უნდა გვადარდებდეს დედაზე მეტად რომ არავის არ ადარდებს, ცხადია ხო მაგის კიცებას არ ვიწყებ. მე ამ ხელთელი ერია ამ ყველაფერს ჩართული, ხო? ანუ ყველას რატო? იმიტომ რომ ყველას გულთან ახლოს მივიდა ეს ამბავი, თორემ რამდენია დაკარგული კიდე და რამდენზეა კიდე ჩასატარებელი, ხო ეს გამოძიება. ანუ უბრალოდ ნამუსი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ანუ აკეთებ იმას, რომ ანახებ აშკარად რომელიც ჩანს, ეხა გოიმები არავინ ვართ, რომ გვინდა რომ გავიხედოთ სხვაგან და რეალურ ფაქტებს სამხილებს თუნდაც რაც გვაქვს სიტყვაზე. და შესაძლო კვალს გვარევინებ იმისათვის რომ აღმოჩნდეს რაღაც ისე უეჭველი იმათ მივადგებით მე ხვდებით რაზეა საუბარი ანუ ვიღაცას არ უნდა რომ გურამის კვალს გავყვეთ და სპეციალად ურევს იმისათვის რომ გურამის კვალს რო გაყვე იქ იმდენ დამნაშავეს იპოვი აი იმდენ დამნაშავეს და იმდენ თანამძრახველს ამ ყველაფერში რომ ამას ვიღაცა აკეთებს გამიზნულად ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და ჩემი დაკვირვებისა და ამ სხვადასხვა საქმიდან მოსული კორელაციების შედეგად. ანუ როგორ შეიძლება უბრალოდ მithumedes ესეც ხელ დროს, როდესაც ესეთ პიკშია ყველაფერი, რომ შენ ადამიანს და ოჯახს ესეთ რამებს უკეთებდე.
მერე დამატებული კიდე ამას იმის ამბავი, რომ ხო გეუბნებით აი ადვოკატის ჩვენებებიდან და იქიდან ჩვენ მოვისმინეთ, რაც ადვოკატი რო ყვებოდა ჩვენებებს იმ შესაძლო გარემოებებზე. თუ ვინმე რამეზე ეჭვის მისატანია ხალხო არის, ის ხალხი ვის მის გვერდით იყო რა. აი მეტი, აი არანაირი, რავი ეხა, ვის გჯერათ ეხა რომ გურიკა წერს ახლა ოსეთიდან ამ ყველაფერს რა. და არ გამოდის შობელ დედასთან არ გამოდის კომუნიკაციაზე. ღმერთ მაკრას ეს ბავშვი ცოცხალი იყოს კიდევ ერთხელ ამბობ. და ღმერთ მაკრას მე ვწდებოდე საერთოდ და რავი ყველა ოღონდ რავი ეს რო გურიკა იყოს ეხლა ამ ყველაფრის უკანა. ოღონდ კაი შევწდე ჯანდაბას კაცო პრობლემა არა. ბარ ბავშვი, ანუ ვიღაცა ამის სიცოცხლეთა და ამით იმით რომ манипуლირებს, ანუ ხო ეს ხო გარემო ერთი უბრალოდ იმედი მომეცა ეხლა რომ ადვოკატმა თქვა რომ IP მისამართი დადგენილიაო. შეიძლება ეს ვიდეო რო დაიდოს უკვე გამოძიებული იყოს საქმე. ხალხო მე წინას არ არის ამას ვწერ ეხლა შუა დღის 3 საათია. ეს ამბები მოხდა რამოდენიმე საათის უკან. უბრალოდ ეხლა ამაზე რო კომენტარი არ გამაკეთებდი შანსი არ იყო, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რასთან გვაქვს საქმე. რომ 12 წელიწადზე მერე ვიღაცა Facebook-ზე პოსტა ან როგორ მიაგრო მაგას Facebook-ს. ბიჭო. კიდე ცალკე თემა არის. იმიტომ რომ მეტადან მარტივადაა შესაძლებელი აქტივ რეგიონის IP მისამართი აქტივ რეგიონის აიდან არის კაცო ძალიან მარტივად იგებ მაგას. ანუ არ ვიცი რანაირად შეიძლება ადამიანს ქონდეს ისეთი გული რომ ამ ყველაფერს აკეთებდეს და უკეთებდეს შობელ დედას რომელიც აძლევს და აძლევს ჯერ ყალბ სტატუსს რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე და მე პლუს ამ ყველაფერს დამატებული ის არის რომ გამოძიებას სერიოზულად უშლის ხელს. მაგრამ იცით რა არის აი მე მინდა გამოვტყდე ხა და პირდაპირ გითხრათ და ძალიან ბევრი რამე არის დაგვიანებული ამ საქმეში. სამწუხაროდ. მე ამაში არავის არ ვადანაშაულებ არც ოჯახს არც ხალხს არავის რა თქმა უნდა კაცო ეგრე სისულელე ეგრე არ გამიგოთ რომ მე ვინმეს ვადანაშაულებ ამაში არა. მაგრამ ეხა მე წავიკითხე ამბები კიდე რომ აი კასპში დაკარგული 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭს ეხა ძებნა დაიწყეს იქ ის ხალხო ნახეთ როგორი თემა არის მე მინდა რომ ყავდეთ თქვენი დაკარგული ადამიანები გვერდით. მე მინდა რომ ყველაფერში აღმოჩნდეს ისე რომ ის ბავშვები იყვნენ სოცხლები. მაგრამ ნახეთ 14-12 წელი რო გადის ძალიან დიდი დროა ხალხო ესეთი რამეებისთვის რა. მე სკეპტიკურად ვიყავი და იმაზეც განწყობილი რომ მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს იგეძებდა რა თქმა უნდა ხო რა არის მაგრამ აი 12 წლის მერე დაწყებული არა რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა რომ ჩვენ მაშინაც დავიწყეთო მაგრამ ნუ ეხა უფრო მაღალი ინტენსივობით იყო ხო მაგრამ ამდენი დროის განმავლობაში ხალხო კვალი იშლება რა პირდაპირ გეუბნებით. ახლა არ მინდა ეხა რაღაც დემოტივაცია ჟღერდეს შემი და სკეპტიკურად და ესე თქვა რაღაცა ემპათიის გარეშე, მაგრამ მე რეალობაზე დაყრდნობით მიყვარს ყოველთვის შეიძლება ციგონებაზე რომ ეს არის დაგვიანებული ბევრი რაღაცა. 14 წლის მერე რომ რაღაცას ეძებ ხმაო 14 წელში რამდენი რამე ხდება თუნდაც ქვემო მლეთაში რა. 14 წლის წინ ადამიანი რომელიც ჯვარი ყველას წერია კიდევ ერთხელ ხაზგასი და ხმერთო ყველა 14 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი წვიმა, თოვლი, მეწყერი, გარეული ცხოველი, ნეშონპალა რამდენი რამე არისო კვალი გაქრეს. აი ყველაფერი რაც კი ბუნებაში ხდება მოქმედებს დროაც დრო გადის გამოძიების წინააღმდეგ. ქრება აბსოლუტურად კვალი. ეხა მაგალითად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ თემას გურიკას არ ვეხები, მაგრამ ზოგადად საუბრობ, აი 15 წლის წინ მაგალითად, როდესაც მაგალითად ამერიკაში მაქვს მოსმენელი ეგეთი რამე, როდესაც გარეულმა ცხოველმა შეიწირა ადამიანი, მისი იმდენად ათრიეს ის ყველაფერი, იმდენად ათრიეს, რომ რაღაცა ძალიან დიდი მანძილის მერე აღმოაჩინეს დროის ძალიან დიდი ხნის შემდგომ, სხვათა შორის ეგეც. მად როგორ არის საუბარი იცი აი რაღაც ყბის ზვალით და იმით რომ მიაგნებდა აი რაღაცა მინანქარი გადარჩა და აი რაღაც საშინელება რა. და ეხლა ჩვენ საუბრობთ ისეთ თემაზე, ისეთ ადგილზე მომხდარ შესაძლო რაღაცაზე, კაცო, ნეტა მე ვამბობ კიდევ ერთხელ ვწდებოდი ამ ყველაფერში. მაგრამ მე უყურებ ყველაფერს მაქსიმალურად სხვადასხვა პრიზმიდან, რომ ჩვენ ამე არ გამოგჩეს. რომ ლოკაცია ერთია, რომ სად მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ სად წავიდა მე ეს ყველაფერი, აი კიდე სხვა საკითხია. გარეული ცხოველი თუნდაც, რავი, მეწყერი, ძალიან ბევრი რაღაცა რა. ესე არ არის ხალხო რა, მართლა რაღაც შეამოწმო დეტექტორებით და იმით და თქვა რომ ესეა. ამიტომ პირველ რიგში რასაც ამ თემაზე ზოგადად აქამდეც მაგ ნათქვამი რაღაც გავიმეორო რომ გამოძიების დაწყება ამდენი წლის შემდგომ, ანუ გამოძიებაში გულისხმობ რომ თელი ერი ერთვება ამ ყველაფერში.
რაღაცები როლ დროში არის ძალიან დაგვიანებული. ღმერთმა მაქრას მე ვწდებოდა ეს ბავშვი კარგად იყოს კაცო. ჩვენზე მეტად ვის გაუხარდება. ეს იქნება ერის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება, რომ ამდენი ინტერესი და ეს ინტერესი, რომელიც საზოგადოებაში გაჩენილო, მაქსიმალურად რავი ის ახსულეს, რაც ჩვენ ყველას გვინდა. მაგრამ რეალურად რო უყურებთ, ხო, ყველა ხვდებით იმას. რომ თუ სიტყვაზე, აი ნახეთ, მომენტი ესეთი არის, მე კიდევ ერთხელ ესეთ ვერსიას უშვებ. თუ რაღაც მოხდა იქ და რაღაცა იმათმა იციან და იყო შინაგასაგრა სამისო იქ და ვერაფერ ყვალს ვერ მიაგნო, შეიძლება კვალი გამოეპარა, შეიძლება რატომაც არა, რაღაც კვალი იქ არსებობს, ეხლაც ქვემომლეთაში, შეიძლება. კარჩი ამათმა რა გააკეთეს, ეხლა იცი დააპოსტე სპეციალურად, ვითომ გური კაც ცოცხალია, არის ოსეთში და ეხლა მიდი და ოსეთში ეძებე. და ამ დროს რა ხდება, ნახეთ, მთელი ყურადღება იქით გადადის. რეალური კვალი აქ იკარგება. ანუ კვალი კიდე არსებობს. ჩემზეც კიდეა შესამოწმებელი ეგ ადგილი. აი პირდაპირ აი შერლოკ ჰოლმსის ერთი დონიდან გეუნებით, როგორც შერლოკ ჰოლმსის დიდი მოყვარული და აგატა კრისტის პირდაპირ გეუნებით, კიდევ ერთხელ არის ორი რამე გამოსაძიებელი. პირველი ადგილი ხელახლა არის შესამოწმებელი, კარგად, უფრო ვრცლად და მეორე ყველა ადამიანი ვინც თან ხალხა, ყველა გამოსაკითხია დეტალურად. აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რომ ეს არის სიმართლე. აი მაგალითად ესე შედარებას მოგიყვანთ ხალხო, რა, აი მოდი რომ უკეთესად ყველაფერი დაინახო, თუ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგეთ. აი დაუშვათ, რავი, აი ყველაზე მარტივი რა და ყველაზე ჰუმანური მაგალითი რომ მოვიყვანო ახლა. აი ვერ მოვიყვანო ჰუმანურ მაგალითს, ცოტა ისეთი უნდა მოვიყვანო. აი დაუშვათ ვარ ვიღაცასთან ერთად წასული ტყეში. ვართ სამნი. რაღაცა მოხდა სიტყვაზე და იმ ადამიანს რაღაცა დაემართა. და გვინდა რომ დავმალოთ სიტყვაზე. ეხლა როგორ რას იზავდა ადამიანი? ნუ აი ხა ანუ მეწყერში გადაიჩეხა ან რაღაც იმაში ან გაროულმა ცხოველმა ჭამა და ვერ ვამბობთ სიმართლეს სიტყვაზე, ვერ ვამბობთ. ეხლა უყურე რა ხდება, რას იგონებ ადამიანი. იგონებ იმას, რომ მოდი ხარ და ყვები აბსოლუტურად სხვა რამეს თავიდან. რა ესე ვიყო და დაიკარგა ვეღარ პოულობთ. მერე გადის 10 წელი ვამბობ სხვა რაღაცას. მერე 20 წლის მერე ვამბობ სხვა რაღაცას. ეღურეთ რა ხდება მე. აღმოჩნდა ისეთი მომენტი, როდესაც მაგალითად მთელი ქვეყანას მოუნდა რომ ეგ ადამიანი იპოვოს. და ამ დროს მაგათმა რომ დაურეკონ ერთ-ერთ ყოფა იქ ადამიანს, რომ შენ ხო მაგასთან ერთად იყავი. რატო 12 წელს ის სხვა რაღაცას ამობდი, ხა სხვა რაღაცას ამობ, რატო? რაღაც საიჭო ხო არ არის? მერე ადგებიან, გაგზავნიან სპეციალურ ბრიგადებს გამოიძიებენ იქაურობას და კვალს შემთხვევით ვერ მიაკენეს. აი წარმოიდგინეთ, შემთხვევით ვერ მიაკენეს ამ ყველაფერს. ეხლა უყურე რა სიზავდა იქ ყოფი ერთ-ერთი ადამიანი. ორი, სამი ხო იყო თავიდან. ერთი ხო გარდაიცვალა ვითომ, ორი ხო ცოცხალია. ადგებოდა და იტყოდა რომ ვითომ ეს ბიჭი მაგალითად არის სხვა ქვეყანაში დაწერდა პორტუგალიურ ენაზე და მიდი ეძებ პორტუგალიაში. მიხდით ეხლა რას ვსაუბრობ? რატო გააკეთებდა ის ბიჭი ამ ყველაფერს? რატო? თავიდე ჩემ თავზე მოვიყვანე მაგალითი, მაგრამ იმდენად ცუდი მოსასმენი იყო, სხვაზე მოვიყვანე. რატო გააკეთებდა? რატო? იმიტომ რომ იქ აღარ ეძებო, იმიტომ რომ იქ რო ეძებო, მიხვდები რომ რაღაცა დანაშაული ამათ მიუძღვის მე, ხვდები? ძალიან მარტივი პრინციპია. მე ესე მგონია რა ხალხნო რა, აი მაგალითი საფუძველზეც ესე მგონია რომ რეალური კვალი შეიძლება კიდე მანდ არსებობს რა და ჩვენ უბრალოდ ვერ მიაგნეს და დრო გავიდა რა, ძალიან დიდი დრო გავიდა, ხა პირდაპირ ვილაპარაკოთ რა. 2014 წელი რო სკოლაში ვსწავლობდი, კა როდის მე დავამთავრე სკოლა ჯერ კი მე 10 კლასში ვიყავი ბიჭო. უნივერსიტეტი მაგ 5 წელია დამთავრებული, მაგრამ რას სალავ 12 წელი რამხელა დრო იცით? ერთი თლიანი სასწავლო იმის პერიოდი და 12 წელს მე ხა ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ვერ იპოვით ძმაო ეგრე, რანაირად უნდა იპოვო? ამბავს რამე რომ დამართნო და იქ და რომს გახწინა, იმასაც ვერ იპოვი, შანსი არ არის თო. ეს ის ხო არ არის ეგვიპტური ცივილიზაციების დრო ეხა რომ რაღაცებს ინახავი მუმიფიცირებები და რამე და რაღაც ნაჩვენები. აქ საუბარია კიდევ ერთხელ ამბობ, ხალხო, კრისტალიზაცია ქვია, ნეშონპალად გადაქცევის პროცესი ქვია, ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც ადამიანის სამხილების გაქრობაში ბუნება გიწყობს თვითონ ხელს, ხვდებით? თორე ამინ ღმერთო შეისმინე რომ მე ვწდებოდე და ეს ბავშვი ცოცხალი იყოს კაცო, მაგრამ მე ცივი გონებით მინდა ამ ყველაფერს შევხედო. აქედან გამომდინარე არ ვიცი რა მოხდება, როგორ მოხდება, მაგრამ მე რასაც ვიზავდი პირადად რასაც ვიზავდი რომ ეგ ადგილი ახლდან არის გამოსაკოლევი, ან რავი, ეგეც რას გამოიკოლევ
ფიზიკურად ბუნება ხელი შეგიშლის ყველაფერში, აი ხო არ გადათხრი ხო ყველაფერს არა. და ყველაზე რეალური რაც არის რომ საფუძვლიანად უნდა გამოკითხო ყველა იქ ყოფი რა. აი როგორ უნდა გამოკითხო იცი? აი სერიოზულად უნდა გამოკითხო. აი მე ნახეთ რამდენი და ეს გამოსაძიებელია რა თქმა უნდა რა. რავი ეგეთ სულელი თუ ვიღაც იყო რა აი მისამართი არ იცოდა რომ გამოგვეყარებოდა ამით და ან ეგ თუ სერიოზული რუსული სიტყვა პაცტავკა აქ დაგებული იმ შინაარსით რომ სიტყვაზე ვიღაცა სპეციალურად დააწერინეს იქიდან რომ იქ მიაგონო ვითომ რამე ეგეც შესაძლებელია რატომაც არა რომ ვიღაცას დააწერინეს იქიდან რომ ადგენა ოსეჩ სადეძები სად იმას ისო არ ვიცი რაღაცა მე ეს საქმე არა საქმის ყველანაირი თვითხილველის მიერ მოყოლილი მე ვერ მენდობი ვერაფერს რა აქ არის შუაში რაღაცა რომელიც უნდა გაწყდეს სადღაც და ეს არის რა თქმა უნდა ყოფი ადამიანები მე ესე ვფიქრობ და რაღაცა იმათ მაიცი არას არ ამბობენ მე ამის წამს და მჯერა და ამას მე ვერავინ ვერ გადამოფიქრებინებ სანამ უშუალოდ რაღაც სერიოზული სამხილები არ გაჩნდება ამ საქმეში რავი ხალხო რამე მნიშვნელოვანი თუ მოხდა კიდე ჩავწერ ვიდეოს ეს მე რიგით მეოთხე ვიდეო ამ თემაზე და გაიგებდით კიდევაც რატო რომ გამოხმაურება დიდი იყო თან და ინტერესი ძალიან დიდია და რავი ღმერთმა ქნას მე ყველაფერში ვცდებოდა ღმერთმა ქნას ეს ბავშვი ცოცხალი იყოს და ღმერთმა ქნას გვაბონინოს უნებელი ნახოთ დაველოდოთ და თუ რამე სიახლე იქნება გავაკეთებ კიდე კომენტარს და ლაიქეთ ვიდეო და დროებით